კლავ პირდაპირ ეთერშია. რელიგია თუ წარმართული ტრადიცია, ამბავს, რომელსაც ახლა მოგიყვებით, შეიძლება ითქვას კვირის სკანდალად იქცა. გოგონების წინ დაცვეთა, ამ რიტუალს, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო ებრძვის, შუაგულ კახეთში აღსრულებენ. ეთნიკურად ავარელი მოსახლეობა ქალებისათვის სასქესო ორგანის დაზიანებას რელიგიით ხსნის და მას ისლამურ ნათლობას ეძახის. თუმცა თავად მუსლიმი სასულიერო პირები ამ რიტუალს ემიჯნებიან და ამბობენ, რომ გოგონათა წინ დაცვეთას მათ რწმენასთან საერთო არაფერი აქვს. სოფო მთილიშვილი დაინტერესდა, სად გადის ზღვარი რწმენასა და დანაშაულს შორის. ყვარელი, სოფელი ჩანტლისყურე. რაიონული ცენტრიდან ეს ადგილი 10 წუთის სავალზეა. ამიტომ სოფლის ამბები სწრაფად ვრცელდება. ჭირიც და ლხინიც. ამბავი კი, რომელიც ამავე სოფელში გოგონათა წინა დაცვეთის საუკუნოვან ტრადიციას ეხება, საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. როგორც ჩანს, ამ მანკიერი პრაქტიკის შესახებ ცნობა ვერც დედაქალაქამდე და ვერც რაიონულ ცენტრამდე ჩააღწია. ჩანტლისყურეში ეთნიკურად ავარელები, იგივე ხუნძები, მე-18 საუკუნიდან ცხოვრობენ. მათი მშობლიური ეთნიკური ჯგუფი ისტორიულად რუსეთის ფედერაციაში შემავალ დაღესტნის რესპუბლიკაში მდებარეობს. საზღვარი კავკასიონის მთებზე გადის. მთის აქეთ დამკვიდრებულ 3000-მდე ავარელს საკუთარი კულტურა და ტრადიციები დღემდე შემორჩა. მათ შორის ენა, სამზარეულო, რელიგიური და საქორწილო რიტუალები. წესი ასეთია: როცა ნეფეს დედოფალი სახლში მოჰყავს, ეზოში შეუღლებულებს მაყარი ცეკვა სიმღერით ხვდება. წესია ისიც, რომ პატარძელი საკუთარ ქორწილში თავშეკავებული უნდა იყოს. აღმოჩნდა, რომ ამ სოფელში ადათის ნაწილია ისიც, რომ ყველა ქალი წინა დაცვეთილი უნდა იყოს. მაშინაც, თუ ის ეთნიკურად ავარელი არ არის. მაგრამ თუ ავარელზე თხოვდება, მან ეს პროცედურა აუცილებლად უნდა გაიაროს. სხვაგვარად მეუღლესთან ბედნიერებას ვერ გაიზიარებს. რომ მოიყვანთ ხოლმე რუსის ქალი, ქართველი ქალი, ძლად რომ მოგყავს ხოლმე. აუცილებლად ჩვენ იმას ვაკეთებ. ცოტა სისხლი რაღაცა ყოფილა იქ პატარა რაღაცა. რა არის ახლა მე არ ვიცი, არის ხოლმე დიდი ქალები ესეთი დიდი მოხუცი ხალხმა, მაგათი იციან. და ის უნდა ცოტა მოაკრნიტოს იქიდან და უნდა სისხლი გამოვიდეს აუცილებლად ეს რო უნდა იყოს მუსულმანი. ნემციც რო გიჩქლუჭონ გეტკინება, მაგრამ ახლა ისეთი საგანგაშო არ არის. მაგრამ უფრო პატარებს აკეთებენ ხოლმე რომ არაფერი არ იგრძნონ. ბავშვებისაც ვიცით ხოლმე დაებადება თუ არა 2 თვის შემდეგ, 3 თვის შემდეგ. როგორც ჩანს, სოფლებში, ჩანტლისყურეში, თივსა და სარუსოში გოგონების წინა დაცვეთის რიტუალს საუკუნეებია ასრულებენ. ამ ტრადიციას ისინი მუსლიმანურ ნათლობას უწოდებენ და რელიგიური ცხოვრების მთავარ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ. კვირის დასაწყისში საერთაშორისო ორგანიზაციის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ზემოთხსენებულ სოფლებში გოგონების სასქესო ორგანოების დამახინჯების პრაქტიკაზე იყო საუბარი. ეს ინფორმაცია ადგილობრივებმა დაგვიდასტურეს. ეხლაც ხდება, მყავს 5 წლის შვილი, 6 წლისა. ეგ უნდა მოხდეს. აუცილებელია. სახლებში აკეთებ, სავალთქოში არა. რო გაიზრდება არ მეტყვის დედა, მე რატო არ მუსულმანად არ მომნათლებ, მე რა უთხრა, რა ვუპასუხა. ხალხი და დასაცინი გავხდები მე. ერთი წვეთის სისხლი ამოდის და всё, ეს უკვე მუსულმანი გახდა. უფროსი ქალია და ის აკეთებს. ქალი იყო, ბევრი ქალი იყო, ის აკეთებდა. ეხლა ეს ქალი მოკვდა. ეხლა აღარ არის ქალი. თუ შორიდან ვიღაცა მოვა, მაშინ კაბალზე მივდივართ უფრო. კარგით, სად მიდიხართ? კაბალი ხა. კაბალში არის არის ექიმბაჟია და იქ მივდივართ. გოგოის მაგათელ კაცების დანით. იმედის დრო სტატიის ავტორთან, აიდა მირმაქსუმოვასთან დაკავშირება შეძლო. აიდა დაღესტნელი ჟურნალისტია და როგორც თავად ამბობს, ეთნიკურად ავარელ მოსახლეობაზე დისერტაციას იცავს. ის საქართველოში რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. მას აინტერესებდა დაღესტნის მთიან რეგიონებში დამკვიდრებული წინა დაცვეთის ტრადიცია ვრცელდებოდა თუ არა საქართველოში მცხოვრებ ავარულთემში.
Все факты, которые опубликованы в моем материале, это все подлинное. ყველა ფაქტი, რომელიც ჩემს სტატიაშია, სინამდვილეს შეესაბამება. ერთ-ერთი ჩემი გმირი, რომელიც თავად ამბობს, უკვე 20 წელია ამას აკეთებს. მე პირადად ეს პროცესი არ მინახავს. ჩემ თვალწინ არ გაუჭრიათ. მე რაც მიწერია, ყველაფერი მათ მონათხრობზეა აგებული. ამ ქალებთან გოგონები 3-დან 10 წლამდე მიყავთ. მე მათ ვკითხე, ეშინოდათ თუ არა გოგონებს ამ პროცესის და მიპასუხეს, რომ ბავშვებს აშინებენ, რომ თითქოს და თუ არ გაიკეთებენ წინადაცვეთას, სხეულიდან გველი გამოუძვრება, ხე გაეზრდება, ბინძური იქნება და ასე შემდეგ. პროცედურისთვის იყენებენ ფრჩხილის პატარა მაგრატელს. როდესაც ვკითხე სტერილიზაციის შესახებ, მათ მითხრეს, რომ ხანდახან სპირტით ვამუშავებთო. მე ვიყავი ერთ-ერთ ოჯახში, სადაც დედას არ უნდოდა შვილისთვის ეს გაეკეთებინა. იცოდებოდა, მაგრამ ბებიამ დააძალა. როგორც აიდა ამბობს, მშობლები სასქესო ორგანოს ნაწილის მოკვეთას ბავშვებს სხვადასხვაგვარად უხსნიან. სხეულის დამახინჯება მათ არც ძალადობად და არც ადამიანის უფლებების დარღვევად მიაჩნიათ. ეს არის ქალების უფლებების დარღვევა. კარგი რა, რას არ იგონებთ რა? არ არის ეს არ არის. უფლებების დარღვევა. არ არის. ბავშვებს როგორ უხსნით ამას? სანამ უნდა ილოცო, ეგ უნდა გაკეთდეს შვილო ვეუბნები. всё, მორჩ. ეს წერია ყურანში მაშ და სასულიერო პირები რომ ამბობენ, რომ არ წერია. არაო. კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რით ხელმძღვანელობს ეთნიკურად ავარელი მოსახლეობა, როდესაც გოგონებს გენიტალიებს კვეთენ. აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი ამბობს, რომ ამ წესჩვეულებას მუსლიმი თემი ემიჯნება და საერთო არაფერი აქვს რელიგიასთან. Quranda və şəriətdə bu öz yerində ვერც ყურანში და ვერც შარიათში ვერ ნახავთ ჩანაწერს ამ რიტუალის შესახებ, რომელიც გოგონათა წინა დაცვეთას გაამართლებს. ეს არის წარმართული ტრადიციას და სათავეს ისლამის წარმოშობამდე იღებს. ეს იყო ძირითადად არაბულ ქვეყნებში. გოგონებს წინა დაცვეთას უკეთებდნენ, რომ მამაკაცის მიმართ ლტოლვა არ გასჩენოდათ. რატომ არის გაიგივებული ისლამთან ეს ტრადიცია ვერ გეტყვით? ეს არ არის სწორი. მე მოუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ და რიტუალი რელიგიას არ მიაწერონ. ეს არ არის ნათლობა. ეს საშინელი ძალადობრივი ფაქტია და ჩვენ გვმობთ ამას. ეს გარკვეულწილად აზარალებს რელიგიას და შეიძლება ითქვას, რომ ამით ისლამის დისკრედიტაციაც კი ხდება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სოფლიოს 30 ქვეყანაში 200 მილიონამდე გოგონას მოკვეთეს გენიტალიები. ამ ქვეყნებს შორის ძირითადად აფრიკის სახელმწიფოები ლიდერობენ. გოგონათა წინადაცვეთის რიტუალი წარმართულად მიიჩნევა. სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, გენიტალიების დასახიჩრების 4 ფორმა არსებობს. პირველ შემთხვევაში მხოლოდ კლიტორს კვეთენ, მეორე შემთხვევაში კლიტორთან ერთად სასქესო ბაგეებს. მესამე შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ფარაონული წინადაცვეთა, რომელიც სასქესო ორგანოს ამოკერვით სრულდება და ასე შემდეგ. პროცედურები ძირითადად სახლებში კუსტარულად კეთდება. გარდა იმისა, რომ შესაძლებელია ამ ქირურგიულ ჩარევას სისხლდენ ამოყვეს, იზრდება კისტის, ინფექციის, ახალშობილის სიკვდილიანობის რისკები და ასევე იწვევს მშობიარობის გართულებას. კლიტორს ქართულად ეწოდება სავნებო, რომელიც მომარაგებულია უამრავი სისხლძარღვებით და ნერვებით, რომელიც არის ძირითადი ორგანო იმისა, რომ ქალს ჰქონდეს სურვილის სქესობრივი კონტაქტისადმი. ეს პროცედურა არის აუცილებელი იმისთვის, რომ არ ჰქონდეს ქალს სურვილი სქესობრივი კონტაქტისადმი შემდგომში, რომ მხოლოდ დაატვირთვა იყოს რეპროდუქციული ასაკის, ანუ ქალს შეეძლოს მხოლოდ შვილის გაჩენა. ყვარლის რაიონში არსებული მოცემული რეალობის შესახებ არც ერთი სახელმწიფო უწყება საქმის კურსში არ იყო. ინფორმაციას არ ფლობდა არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემთან საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება. წარმოუდგენელია მინიმუმ ექიმებს ეს არ ქონდეთ ნანახი, ან პედიატრებს, ან გინეკოლოგებს, ან მეანგინეკოლოგებს. ეს ქალები, რა თქმა უნდა, ხვდებიან ექიმებთან, მშობიარობენ, ცხოვრობენ და ეს დასახიჩრება მათ ეტყობათ. არც საავადმყოფოებს ყვარლის და თელავის არავის ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონდა, რადგანაც გვაქვს ასევე საუბარი სამ სოფელზე, რომელიც არის
ეთნიკურად და რელიგიურად უმცირესობებით დასახლებული, ამიტომ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. არ გვინდა რომ ამან გამოიწვიოს რაიმე უკუაქცია. სპეციალისტები ამბობენ, რომ გრძელვადიანი პრევენციის გარანტი ამ შემთხვევაში ბავშვებისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების მიცემაა. თუმცა, როგორ უნდა მიაწოდონ ამის შესახებ ბავშვებს ინფორმაცია, ყვარლის რაიონის სოფელ თივის საჯარო სკოლის პედაგოგები და ბნეულები არიან. ცოტა რთული თემა ეს. ცოტა საჩოთი თემა არის. ძალადობა, არ ვიცი ახლა მშობლები და ის. არ არის ეს ძალადობა, ანუ ვერ მივხვდი. ჩვენც ვერ მივხვდით ჯერჯერობით. რეკომენდაცია გვჭირდება ჩვენ აუცილებლად, როგორ უნდა ჩვენი იმით რომ დავიწყოთ რაღაც ინიციატივა, ჩვენ გვინდა დახმარება. ამ საკითხში რომ დაგვეხმარონ ფსიქოლოგები, როგორ უნდა ჩვენ არ ვართ ფსიქოლოგები, რომ ბავშვს ვესაუბროთ ისე, რომ გამართლებული იყოს და პირიქით უფრო ტრავმა არ მივაყენოთ ბავშვს. ქალთა გენიტალიების დამახინჯების ფაქტი უცნობი იყო სამართალდამცველებისთვისაც. მათ საქმის შესწავლა დაიწყეს. პარალელურად მოკვლევა ჩაატარა სახალხო დამცველის აპარატმა და ყვარლის რაიონში გოგონათა წინა დაცვეთის ფაქტები დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლება დარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობის და წამების აკრძალვის უფლებებს. ამგვარი პრაქტიკა ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება. მით უფრო რომ სახლის პირობებში გენიტალიებზე მანიპულაციის ჩატარებამ შესაძლოა მრავალი გართულება გამოიწვიოს. საქართველოს 2014 წლიდან ხელმომწერია იმ კონვენციისა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასა და პრევენციას ეხება, სადაც ცალკე მუხლიათმობა ქალის გენიტალიების დასახიჩრებას. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა იქნას კრიმინალიზებული. ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა. სახალხო დამცველ მთავრობას მოუწოდებს, რომ ამ კონვენციის რატიფიცირება დროულად მოხდეს. რომ ახლად აღმოჩენილი მავნე პრაქტიკა დროულად აღმოიფხვრას. For over 3000 years, the family truly believes 300-ზე მეტი წელია ოჯახებს მართლაც სჯეროდათ იმის, რომ გოგონა, რომელიც არაა წინადაცვეთილი, უწმინდურია, რადგან ის, რაც ჩვენ ფეხებს შორის გვაქვს, უსუფთავოა. არაწინადაცვეთილი გოგონები ვერ თხოვდებიან და ამიტომაც მათ სოფლიდან დევნიან და მეძავებს უტოლებენ. ეს პრაქტიკა გრძელდება, თუმცა ამას ყურანი არ მიუთითებს. ყველა ურიგდება იმას, რომ წინადაცვეთის გამო ქალი მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ფსიქიკურად და ფიზიკურად ავადმყოფი ხდება. ეს ვარის დირიეს ავტობიოგრაფიული ფილმია, რომელიც რეჟისორმა შერი ჰორმანმა გადაიღო. ფილმი მოგვითხრობს მომთაბარე ტომში დაბადებული ერთი გამბედავი გოგონას შესახებ, რომელიც თავის ბედს არ დაემორჩილა და მთელ მსოფლიოს უამბო იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც უკვე საუკუნეებია მილიონობით გოგონასა და ქალის ცხოვრებას ცვლის. ვარის დირიე იყო პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება გენიტალური წინადაცვეთის პრობლემას მიაპყრო. 1997 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ვარის დირიე ამ საშინელ რიტუალთან ბრძოლაში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. მას მერე ქალთა წინადაცვეთა ბევრ ქვეყანაში ოფიციალურად იქნა აკრძალული. ჩემს ქვეყანაში ასეთი გამონათქვამია. ქარავანში ბოლო აკლემი ისევე სწრაფად მიდის, როგორც პირველი. და ის, რაც ჩვენ შორის ყველაზე სუსტებს ემართებათ, გავლენას ახდენს თვითოულ ჩვენგანზე. რეპორტაჟით რომელსაც